ცივი ამინდების საქართველოს მასშტაბით 24 იანვრამდე შენარჩუნდება. მოსალოდნელია ყინვა, ნალექის ინტენსივობა კი ხვალიდან შემცირდება. უხმა ნალექმა, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა, ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა, თუმცა შესაბამისი სამსახურები განუწყვეტელ რეჟიმში მუშაობენ. მარიამ მელაშვილი გიამბობთ. ეს აჭარა, ხულოს შუახევი და ქედაკიის მუნიციპალიტეტებია, სადაც თოვლის საფარმა 9 მეტრს გადააჭარბა. მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამოვლობის ავტომობილით არის შესაძლებელი. თითოეულობის მიუხედავად მოსახლეობას დენი და გაზი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება. თავისუფალი გადაადგილებისთვის კი იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. ხულოს მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა. დილიდან დაიწყო ადმინისტრაციული ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები, რომლებიც ამ დროისათვის დასრულებულია. იწმინდება შიდა საუკუნე გზები, მიწოვს 25 ერთეული ტექნიკა. კახეთში აღართავს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. გამონაკლისია ახმეტა, სადაც ტრანსპორტი მოსახლეობას მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე უკვე ხვალიდან მოემსახურება. ვაზიანი, გომბორი, თელავის გზაზე კი ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებაა დაშვებული. მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს დადგენილ მარშრუტებზე, რაც შეეხება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას, ვაზიანი, გომბორი, თელავი, თავისუფალია მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის. დედაქალაქსა და მის შემოგარენში უკვე მეხუთე დღეა იწმინდება საგზაო ინფრასტრუქტურა. სუფთავდება ტროტუარები და ტრანსპორტის გაჩერებები. მართალია დღეს აღართავს, მაგრამ ამაღამ დედაქალაქში ყინვას ელოდებიან. უსაფრთხოებისთვის მძღოლებს ზამთრის საბურავებით გადაადგილებისკენ მოუწოდებენ. მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში დასრულდება აბსოლუტურად ყველა მონაკვეთის დამუშავება. აქ მარტო საუბარი არის თოვლისგან და ყინულისგან გაწმენდაზე. იმ პერიოდისთვის, როდესაც უკვე მაღალი ყინვები იქნება, ჩვენ ნაწილს სამუშაოები დასრულებული გვექნება. შესაბამისად, თუ სადმე ლოკალურად იქნება ჩარევა საჭირო, აუცილებლად მიიღოთ გადაწყვეტილებას. გზები იწმინდება ცენტრალურ და საერთაშორისო მაგისტრალებზეც, გუდაური, კობისა და რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთებზე კი ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაადგილება დაშვებულია. ყველა საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. რჩება გარკვეული შეზღუდვები მაღალმთიან რეგიონებში, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 24 საათის განმავლობაში ყველა საჭირო მიმართულებით მობილიზებულია თოვლსმენდი ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია -5 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -10 გრადუსი ყინვა. ღამით ველოდებით ყინვას დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5-0 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უფრო ძლიერი ყინვა იქნება -10, -5 გრადუსი, ზოგან შესაძლებელია -15 გრადუსამდეც. უნალექო ამინდი გაგრძელდება მხოლოდ ხვალ, მათ შორის თბილისშიც, ზეგიდან ისევ დასავლეთ საქართველოში შემოჭრა იქნება დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთიდან და ამინდის გაუარესებას ველოდებით ისევ. მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ.